დღეს ვისაუბრებ არმაზის დღევანდელი ქურუმის შესახებ და საქართველოს ენერგეტიკული ცენტრების შესახებ, რომელიც იმყოფება არმაზის ხეობაში, ვანში და სხვა სატაძრო საკულტო საქართველოს ცენტრებში. რა იყო არმაზის ნაქალაქარი, ვანის ნაქალაქარი და რა ენერგეტიკული ცენტრები იყო ეს ორი ადგილი, პარალელს გავავლებ ამ ორ ადგილს შორის. არმაზის ხეობა წარმოადგენდა რელიგიურ საკულტო სატაძრო ქალაქს, სადაც ადამიანები ენერგეტიკულად ივსებოდნენ, მკურნალობდნენ. ეს იყო საკულტო რელიგიური სივრცე და მსოფლიოდან ადამიანები ჩამოდიოდნენ როგორც დღეს ჩადიან იერუსალიმში და მსგავს რელიგიურ ადგილებში. არა მარტო რელიგიური კუთხით ჩამოდიოდნენ ადამიანები, არამედ სამკურნალოდ ჩამოდიოდნენ, როგორც სულიერად სამკურნალოდ, ისე ხორცის განსაკურნებლად სამკურნალო წყლებს სვამდნენ და არმაზის ხეობა და ვანი და მსგავსი ადგილები სოფლიოსთვის ეს იყო რელიგიური და ენერგეტიკული და ფიზიკურად საკურნებელი სივრცე. არმაზის ხეობა და ვანი თავისით კი არ გახდა ენერგეტიკული ცენტრი ან საკულტო ქალაქი, არამედ ეს მოხდა ბუნებრივად, თავისი შედეგის მიხედვით, რა შედეგსაც ეს ადგილები დებდა სულიერი განვითარებისთვის, კურნების შედეგად. არმაზის საკულტო ქალაქი ხმნა შედეგმა. სოფლიოდან უბრალოდ ახირებისთვის კი არ ჩამოდიოდნენ ადამიანები არმაზის ხეობაში, არამედ იმიტომ ჩამოდიოდნენ, რომ ის ადგილი დებდა ადამიანებისთვის შედეგს. და არა მარტო ჩამოდიოდნენ, არამედ იკრძალებოდნენ აქ, ვისაც ამის საშუალება ჰქონდა. ვანში განსაკუთრებით იკრძალებოდნენ, რადგან მსგავს ენერგეტიკული ცენტრებთან დაკრძალვა გულისხმობს იმ ადამიანების ენერგეტიკულად მომარაგებას იმიერ სამყაროში, რომლებიც ღვთის პორტალში ვერ გადავიდოდნენ და მათ ეს იცოდნენ თავისი ცხოვრების წესის გამო. ამიტომ ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, ვინც დიდგვაროვანი იყო, ვინც განსაკუთრებული იყო, იკრძალებოდა მსგავს ენერგეტიკულ ცენტრებში. ხდებოდა სხვადასხვა სახით დაკრძალვა, კრემაცია, ბერძნული მეთოდითაც, მონეტის ჩაყოლების მეთოდით თვალებზე ადებდნენ. ასევე დიდგვაროვნები და ქურუმები იკრძალებოდნენ მომსახურე პერსონალთან ერთად, რაც მტკიცდება არქეოლოგიური კვლევებით. ამიტომ მსგავსი ადგილები საქართველოში არა მარტო რელიგიური და სულიერი სივრცე იყო, არამედ აკროპოლიც იყო, დაკრძალვის სივრცეც. ვანშიც და არმაზის ხეობაშიც ეთაყვანებოდნენ კერპებს, ხდებოდა მსხვერპლშეწირვა, ქურუმთა კასტა მოღვაწეობდა და აღასრულებდა თავის რელიგიურ მრწამს, რომელიც იყო რა თქმა უნდა კერპთაყვანისმცემლური და სუბუქად რომ თქვათ არახუმანური, რადგან მსხვერპლშეწირვა ხდებოდა ადამიანების. ვიღაცამ დაწერა, რომ ქართველი არასდროს ყოფილა კერპთაყვანისმცემელი და არასდროს აკეთებდა მსხვერპლშეწირვას. სინამდვილეში საქართველოში ფაქტი არის აღმოჩენილი, რომ საქართველოში ხდებოდა მსხვერპლშეწირვა ქურუმების მიერ. განვიხილოთ რა წესები მოქმედებდა არმაზის ხეობაში, ვანში და მსგავს სულიერ ენერგეტიკულ ცენტრებში. იქ არ შეიძლებოდა ზედმეტი ხმაური, ზედმეტი საუბრები, რაიმე ცუდის თქმა. იქ იყო შესაბამისი მოქცევის წესები, რომლის დარღვევის შემთხვევაში ადამიანი სასტიკად ისჯებოდა. როგორც ტაძარში შედიხართ და შესაბამისი წესებია და არავინ არ მოგცემთ უფლებას რაღაცეები აკეთოთ, სწორედ ესე ხდებოდა არმაზის ხეობაში. რატომ იყო აკრძალული ნებისმიერი ზედმეტი მოქმედება, ხმაური და მსგავსი მოქმედებები არმაზის ხეობაში? რატომ არის აკრძალული ტაძარში ზედმეტი საუბრები, რაღაც მოქმედებების კეთება? რადგან იქ, სადაც ენერგეტიკული ცენტრი არის, იქ, სადაც ენერგია ტრიალებს, იქ არის ნებისმიერი ადამიანის ემოციის აღსრულების კოეფიციენტი მაღალი. თქვენ თუ მაგალითად მსგავს ენერგეტიკულ ცენტრში მაღალ მუსიკას ჩართავთ ან რაღაც ნეგატივის გამოაფრქვევთ ხმამაღლა ან რაღაც დარღვევას გააკეთებთ, თქვენი ეს მოქმედება ასმაგად იძენს ძალას, რადგან იქ არის ენერგეტიკული ცენტრი, როგორც მეგაფონი აძლიერებს ბგერებს, ისე აძლიერებს ესეთი ენერგეტიკული ცენტრები ადამიანის მიერ გამოტყორცნილ ენერგიას. ესეთ ადგილებში, რა თქმა უნდა, კატეგორიულად აკრძალული იყო ნებისმიერი ზედმეტი მოქმედება და რა თქმა უნდა, კატეგორიულად აკრძალული არის ნებისმიერი რიტუალის ჩატარება ისეთ ადგილებში, როგორც არის არმაზის ხეობა, ვანის ნაქალაქარი, სხვადასხვა ენერგეტიკული ცენტრები, ტაძრები და ასე შემდეგ, რადგან აღსრულების კოეფიციენტი არის ძალიან მაღალი და საერთო მედიტაციები, რიტუალები და მსგავსი რაღაცები იწვევს დიდ ჯანჯღარს, დიდ ენერგეტიკულ მიწისძვრას ისეთ ადგილებში. არმაზის ქურუმის ისტორიის დადების შემდეგ უამრავმა ადამიანმა მომწერა თავისი ისტორიით თუ რა გადახდა თავს აი ამ ტურში და ყველა ამ ისტორიის საერთო ხაზი არის ერთი, რომ ადამიანები ხედავენ გაღიზიანებულ, გაბრაზებულ სხვადასხვა არსებს კონკრეტული რიტუალის, კონკრეტული მედიტაციის დროს. ერთ-ერთი ადამიანი წერს კომენტარში, რომ სანამ ქურუმი რიტუალს აკეთებდაო, მე გვერდით წამოწექი ქვაზეოდაო, ხედაო დიდ დევს, ეკლიანი ხელკეტი ეკეთა და გაბრაზებული მიყურებდაო. წერს, რომ ძალიან უჟმური იყო და აგრესიული იყო და განწყობა ჰქონდა ძალიან ცუდიო. სხვა ადამიანების მსგავს ინფორმაციებს აჟღერებენ. ყველა არავინ არ აჟღერებს, რომ ის რა მოვიდა ვიღაც პოზიტიურად გამიღიმა, არავინ არ უღიმის ადამიანებს
იწევს არმაზის ხეობაში რატომღაც. ყველა არის დიდი აგრესიით განწყობილი და ამას აქვს თავისი მიზეზი. ეს არსები ოდითგანვე იქ არსებობდნენ და ცხოვრობდნენ და მათი ენერგეტიკული სხეულები იქ ცხოვრობენ. ცოტა სხვა განზომილებაში, მაგრამ მათი სამყოფელი არის იქ. როდესაც ქურუმი იწყებს საერთო მედიტაციას არმაზის ხეობაში, როდესაც აგროვებს თქვენს ენერგიას მთის ბროლში, ის ამ ენერგიით ცდილობს გახსნას პორტალი. მაგრამ ვის უხსნის პორტალს და რას უხსნის პორტალს? აი ეს არის უკვე ცალკე საკითხი, მაგრამ აქამდე სანამ მივალ, ჯერ განვიხილოთ რატო ღიზიანდებიან ესენი. თითეული ადამიანი წარმოადგენს როგორც ენერგო ატომური რეაქტორის კვების წყაროს. შესაბამისად, თქვენ რომ იქ შეკრებილი ხართ და საერთო ენერგიულ მედიტაციურ მდგომარეობაში ხართ გაერთიანებული, ქურუმი იღებს ამ ენერგიას მთის ბროლში ათავსებს და შემდეგ ლოცვის წაკითხვის შედეგად ამ ენერგიას მიმართავს პორტალისკენ და ხსნის პორტალს ცოტა ხნით, რადგან ადამიანების რაოდენობა ჯერ არ ყოფნის იმისთვის, რომ დიდი ხნით შეინარჩუნოს ამ პორტალის სტრუქტურის სტაბილურობა. დიდხანს ვერ ინარჩუნებს, რადგან საკმარისი ენერგია არ ყოფნის. მაგრამ როდესაც ამ პორტალს ხსნის, ადამიანები ხედავენ გარკვეულ არსებს, რომლებიც გაღიზიანებული არიან, რომლებიც ადამიანების მიმართ არიან აგრესიულებს. სწორედ ამ რიტუალის შემდეგ ხდება ამ ხილვების დანახვა, რადგან ამ რიტუალის შედეგად ის ხსნის პორტალს და მხოლოდ პორტალს კი არ ხსნის, აჯანჯღარებს კონკრეტულ ადგილს, ენერგეტიკულ მიწისძვრას იწვევს. ეს იგივე არის ვიღაც თქვენ სახში რომ შემოვარდეს და კოცონი დაგინთოთ, დაგიზიანოთ კედლები, საფრთხეში ჩაგაყენოთ და თქვენ რა რეაქცია გექნება? გაღიზიანდებით. მაგრამ ადამიანს რა რეაქცია აქვს? უყურებს გაკვირვებული თვალებით. ადამიანის შოუს უყურებს. ეხლა გიორგი უყურებდა გაღიზიანებულ დევს, რომელსაც ეკლიანი კეტი ეკავა ხელში. მაგრამ მას რა სურდა და რისი თქმა სურდა? ხომ და დავფიქრდეთ ამაზე? ამ გაღიზიანებულ არსებს რისი თქმა სურთ ჩვენთვის? ყველაფერი მარტივია, მაგრამ ადამიანი გადართულია სასწაულზე და ვერ ხედავს რისი თქმა სურს მას. მას იმის თქმა სურს, რომ შენ ამ რიტუალში რო იღებ მონაწილეობას, შენ ხარ ამის პასუხისმგებელი და მან შეიძლება შენ დაგაზიანოს. რადგან შენი ენერგია იწვევს ამ მიწისძვრას. შენი ენერგია იწვევს მისი სახლის და მათი სამყოფლის სიმშვიდის დარღვევას და პასუხისმგებლობა გეკისრება თქვენ. როგორი წესი არის, როდესაც ადამიანი სასაფლაოზე მიდის? სასაფლაოზე როდესაც მიდიხარ, არ უნდა შეხედოთ არანაირ საფლავს, უნდა მიხვიდეთ, უინახულოთ ის ადამიანი, ვისთვისაც მიხვედით, წამოხვიდეთ და არავისთან არანაირი ზედმეტი საუბარი, არც ხმამაღალი საუბარი, არც ტელეფონის საუბარი, იქ უნდა მიხვიდეთ შვიდად, თავდახმილი და წამოხვიდეთ, რადგან იქ არის უამრავი მოусვენებელი სული სასაფლაოზე. მაგრამ ეს სულები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მაგრამ არმაზის ხეობაში ჩვეულებრივი ენერგეტიკული სულები არ არიან. იქ არიან სულები, რომლებსაც აქვს დიდი ენერგიები დაგროვებული, რადგან მათზე ლოცულობდა ათასობით და ათიათასობით ადამიანი. ესეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს. აიღეს ორი ჯგუფი ადამიანების, რომლებსაც გარკვეული დაავადება სჭირდა. ერთ ჯგუფზე გარკვეული პერიოდი ლოცულობდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა, მეორეზე არ ლოცულობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვიზეც ლოცულობდნენ, მათი ჯანმრთელობის კოეფიციენტი გაიზარდა 40%-ით. წარმოიდგინეთ, რამდენიმე ადამიანი ლოცულობდა ამ ჯგუფზე, რომლების ჯანმრთელობა გაიზარდა 40%-ით და წარმოიდგინეთ არმაზის ხეობის პერიოდში, იმ პერიოდში, როდესაც 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი ლოცულობდა ქურუმზე ან რომელიმე განღმერთებულ ადამიანზე, ის იძენდა ჩვეულებრივად ძალას და ისინი არიან დიდი ენერგიით დამუხტული სულები, რომლებიც არიან საშიშები. საშიშები იმ ადამიანებისთვის კი არ არიან, ვინც მივა და არაფერს დააშავებს, არამედ საშიშები არიან იმათთვის, ვინც მათ წესებს არღვევს. ეხლა რატო არ არის საშიში იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვეულებრივად მივა და საკურნებლად წავა, რადგან ის წესებს არ დაარღვევს ის ადამიანი, ვინც იქ საკურნებლად წავა, რადგან იქ საკურნებლად ოდითგანვე დადიოდნენ და ეს არ არის წესების დარღვევა. წესების დარღვევა არის ის, რომ ეს კონკრეტული ქურუმი ცდილობს გააღოს პორტალი და იქიდან გამოუშვას რაღაც არსი, რომელი არსიც ჩემი ხედვით დატყვევებული ყავდათ იქაურ ქურუმებს, რადგან ის არსი არის საშიში. შესაბამისად, იქ ყოფ ენერგეტიკულ სულები არ არიან უსაფრთხო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაარღვიონ არმაზის ხეობის სულიერ ენერგეტიკული წესები. და ამ სულიერ ენერგეტიკულ წესებს არღვევთ თქვენ, როდესაც იღებთ მონაწილეობას ამ რიტუალში გაუცნობიერებლად, როდესაც წვევით იმ ქვაზე და როდესაც გონიათ, რომ უბრალოდ რაღაც მედიტაციას აკეთებთ. და თქვენ მედიტაციას კი არ აკეთებთ, თქვენ იღებთ ოკულტურ რიტუალში მონაწილეობას, რომლის მიზეზიც ხდებით თქვენ. ამიტომ, როგორც ტაძარში, ისე თუ მოიქცევით არმაზის ხეობაში, თქვენ იმკურნალებთ, შედეგს მიიღებთ, წამოხვალთ. თუ დააზიანებთ რაიმეს ენერგეტიკულად, თქვენ გამოყვებიან ის სულები და დაგსჯიან. ეს არის რეალობა და მაგ ისტორიასაც მოუყვები. შეგიძლიათ წახვიდეთ არმაზის ხეობაში, დალიოთ ის სამკურნალო წყალი, მიიღოთ ენერგიები, შვიდად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე და თქვენ არ დაარღვევთ არმაზის ხეობის წესებს და თქვენ მიიღებთ სამკურნალო შედეგს, როგორც სულიერ, ისე ხორციელ. მაგრამ თქვენ თუ მიიღებთ მონაწილეობას კონკრეტულ რიტუალებში, თქვენ მიიღებთ დაზიანებებს. თქვენ მიიღებთ დაზიანებებს, რადგან იმ ადგილს უბრალოდ სულები კი არ იცავენ. იმ ადგილს აქვს თავდაცვითი მექანიზმებიც გააქტიურებული. ოდითგანვე სულ ხდებოდა მაგაზე
ხმაზე ლოცვა, მაგ თავდაცვითი მექანიზმების დაპროექტება ქურუმების მიერ და ქურუმებამდე ვინც იყვნენ კიდე და არმაზამდე ვინც იყო კიდე და იმის იქეთ ვინც იყო ყოველთვის იქ ხდებოდა აი ეს პროცესი. და დღეს მიდის დღევანდელი არმაზის ჭყალებში ქურუმი და შავმაგიო რიტუალს აკეთებს და ადამიანებს აი ესეთ საფრთხეს უქმნის, მაგრამ ადამიანებს კი არ უქმნის საფრთხეს. ის საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს. დაუბრუნდეთ პორტალს და რა პორტალის გახსნას ცდილობს არმაზის დღევანდელი ქურუმი და რა შეიძლება გადმოვიდეს იქედან. მე რასაც ხედავ, რა ინფორმაციებიც მომივიდა, დავინახე და ხედავ, რომ იმ სივრცეში არის დატყვევებული გარკვეული ენერგეტიკული დაბალი და ბოროტი და საშიში არსები, რომლებიც როგორც სეიფში ჩაკეტო რაღაც, ისე არიან ჩაკეტილი. თავად ვერ გაინთავისუფლებენ თავს. წარმოვიდგინეთ, ეხლა სეიფში ხართ ჩაკეტილი და შეგიძლიათ ხმა მიაწვდინოთ გარეთ ადამიანს. და ხმა რომ მიაწვდინოთ ადამიანს, ამისთვის უნდა დიდი ენერგია დახარჯოთ და ნელ-ნელა დაგჭირდება დრო ამისთვის. ანუ დიდი დროის განმავლობაში აკეთებდა ამ ქურუმში ინფორმაციის მიწოდებას და ბოლოს უკვე მივიდა ეს ადამიანი აზრამდე, რომ მე ვარ ქურუმი, ამბობს. გესმით? გაზომვაც ისწავლა, როგორ გაზომოს ადამიანის ენერგია, ის ქვაც იპოვნა, ის რიტუალიც აღადგინა, თავად კი არ აღადგინა, მარიონეტია. იმ არსის, რომელიც იქ არის, ჯერ იქეთ პორტალში გადმოსვლა უნდა აქეთ. გარედან შეუძლია გაანთავისუფლოს სხვა ადამიანებმა ის. ამ განთავისუფლებას ეს დაბალი არსი მოახერხებს ადამიანების შედეგად. და სწორედ ამ რიტუალით ეს ჭყალებში ქურუმი ცდილობს გაანთავისუფლოს ეს არსი. რადგან თუ საკმარისი ადამიანების შეკრიბა, ის გახსნის პორტალს და ის პორტალი გახდება ისეთი სტაბილური, რომ ის არსი შეძლებს გადმოსვლას. ეხლა ალბათ იკითხავთ, რანაირად მოახერხა, რომ ეს დავიწყებული რიტუალი აღადგინა ამ ქურუმმა და აკეთებს რიტუალს და პორტალს ხსნის. ჩვეულებრივად ადამიანს აქვს თავში ჰიპოფიზი და დიდხანს რო დადის ეს ადამიანი ამ ტურში და დაყავს ეს ხალხი, ნელა მოხდა ამ ადამიანის დამორჩილება ფიქრებში, მიწოდება ინფორმაცია და ნაკუც როგორც პაზლები მიაწოდა კვანძებად და ჩამოუყალიბდა უკვე თავში რიტუალის სახით. თავადაც ვერ იაზრებს ბოლომდე დარწმუნებული ვარ რას აკეთებს გააზრებულად. მაგრამ რეალურად და პრაქტიკით რაც ხდება რიტუალის დროს, იქიდან გადმოდიან ნეგატიური არსები. ხვდებით? მაგრამ ის მთავარი, რომელსაც სურს რომ გადმოვიდეს, ჯერ ვერ ახერხებს, რადგან ის რომ გადმოვიდეს, პორტალი უნდა იყოს დიდხანს გახსნილი და საკმაოდ დიდი ენერგიით მომარაგებული. და ამისთვის საჭირო არის 10 ადამიანი კი არა, 100 და ცოტა მეტი. 100 ადამიანიდან მეტი უნდა შეიკრიბოს ერთდროულად, ადამიანების ენერგია აიღოს და შემდეგ გახსნას. თუმცა 100 კი არა, შეიძლება 2 ადამიანიც ეყოს, თუ ისეთი ადამიანი შეხვდა, რომელსაც უდიდესი ენერგია აქვს შიგნით. და ისეთმა ადამიანებმა როგორც წესი არ იციან, რომ ენერგია აქვს. ზოგი შეიძლება რაღაცას თოხნიდეს სოფელში, ზოგი რაღაც ბუღალტერი იყოს, უბრალოდ არ იცის, რომ ენერგია აქვს. გახსნილი არ აქვს თავის პოტენციალი. ამიტომ ის ეძებს ახლა რას? ის ეძებს ადამიანებს, ზომავს ადამიანებს, ვის რა აურა აქვს, ვის რა ენერგია აქვს, ზომავს, ხდები? და ეძებს ენერგიის მქონე ადამიანს. ამიტომ ეს ყველაფერი მიდის ამ მიმართულებით. ამიტომ რო იძახის, რომ პორტალს ხსნიო, უნდა დასვათ კითხვა, რა პორტალს ხსნის? ის ცდილობს პორტალი გახსნას ისეთი ენერგეტიკული არსების მიმართ, რომლებიც აქ არ უნდა იყვნენ. გესმით? რადგან ამ განზომილებისთვის არის საშიში. რადგან ისინი თუ გადმოვიდნენ იქედან, ფიზიკურად კი ვერ დაინახავთ, სიზმრებში შეგაწუხებთ, ვეღარ მიხვალთ იქ, რადგან იქ ვინც მივა, სახლებში ვერ მოისვენებთ. იმ ადგილის დაკონსერვება იქნება საჭირო და ჩვენ დავკარგავთ ესეთ უნიკალურ ადგილს. მაგ საკითხსაც შევეხები ცოტა მოგვიანებით, ვაგრძელებ. ასევე მინდა დაფიქრდეთ, რომ ადამიანი რაღაცას რო გეუბნებათ, რომ პორტალს ხსნი, კითხვა უნდა დასვათ, რა ენერგიის ხარჯზე ხსნის პორტალს. უნდა დასვათ კითხვები, როდესაც ესეთ რაღაც სცენას შეესწრებით. რადგან თქვენ ამის მონაწილე რო ხდებით, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ და ის არსები თქვენ მოგთხოვენ, რადგან პორტალს აქვს თქვენი სუნი, თქვენი ენერგეტიკული სუნი, თქვენი ენერგიით ხდება იმ პორტალის გახსნა და თქვენი მისამართი აქვს იმ პორტალს და მიზეზი ხართ თქვენ. ფურუმია მიზეზი, მაგრამ სუნი თქვენი აზდის პორტალს, თქვენი ენერგიის. ამიტომ ხიზიანდება თქვენზე ის არსები და ამიტომ ხედავთ ამ არსებს. ამიტომ გესხმიან თავს ის არსები. გესმით, რომ თქვენი სუნი ადის იმ ენერგეტიკულ პორტალს, თქვენი ენერგიით არის გაკეთებული და არა იმ ქურუმის. ამიტომ თქვენზე მოდის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ზიანი. მაგრამ ზიანს იქ კი არ იღებთ უბრალოდ. თქვენ ისინი მოყვებიან სახლში და ამ ისტორიასაც მოგიყვებით, რომელიც მომწერა ერთ-ერთმა ადამიანმა თავისი გამოცდილება. ისინი მიყვებიან ადამიანებს წყევლის სახით, რადგან წყევლაც ადევს იმ ადგილს, ვინც დაარღვევს წესებს. პროგრამა ადევს შელოცვის სახით, ვინც წესებს დაარღვევს, წყევლას იღებს. გესმით? როგორც დალოცვა მუშაობს, ისე მუშაობს წყევლა და ენერგია არ ნადგურდება 10,000 წლები რო აპროგრამებდა ქურუმი, რომ ვინც დაარღვევს წესებს ეს და ის სულებია მიბმული ამ წყევლაზე, ისინი მერე მოყვებიან სახლში თქვენ. ეხლა აქ შეიძლება კითხვა დასვათ, რომ მე არ გამომყვა, ვიღაცას გაყვა. იმიტომ გაყვა ვიღაცას და თქვენ იმიტომ არ გამოგყვათ და ასე შემდეგ, რომ ვიღაცას აქვს ხუთი ენერგია, ვიღაცამ დააღმად მიიღო მონაწილეობა მთელი
გული ჩაერთო მედიტაციაში. გესმით და ვინც ბევრი ენერგია დახარჯა, მას მისდევს წყევლა, რადგან თქვენგან უფრო მეტი ენერგია აიღო იმ პორტალისთვის, ვიდრე ვიღაც მეორისგან. ამიტომაც ხდება შერჩევითად თავდასხმა, იმიტომ რომ თქვენ ვისაც თავს დაგესხმენ რაღაც გამოსახულებები ნახეთ ნეგატიური. თქვენგან აიღო ყველაზე მეტი ენერგია, რადგან თქვენ მეტი ენერგია გქონდათ. რაც დაფიქსირდა ენერგია ვისი უფრო მეტი იყო, მისი შერჩევა ხდება წყევლის სახით, რომ შემდეგ გაყბეს და აზიარს. ოღონდ წყევლა კი არ არის, წყევლა არის სულები, რომლებიც თქვენ გექცევიან, როგორც კოპაკი ძაღლები, რომ აღარ მიხვიდეთ იქ და აღარ დააზიანოთ. საფრთხეს ხედავენ თქვენში. ეხლა მე რაღაც ხაპარს კი არ ყვები. მე ვყვები ადამიანების ისტორიების შედეგად, რა სიტუაციები შეიქმნა და რა შედეგი დაიდო. გესმით? რიტუალი ტარდება, პორტალი იხსნება, გაღიზიანებულ არცებს ხედავენ ადამიანები. შემდეგ სახლში მიყვებიან. ეს არის ჩვეულებრივი მათემატიკა და არა ის, რომ რაღაც ახლა მე ჩემ თავში მოვიფიქრე და რაღაც ხაპრებს ყვები. ეხლა ვინც ეს არსები დაინახა, მაგალითად გიორგიმ რომ დაინახა, ეკლიანი ხელკეთი ეჭირა და გაღიზიანებული და აგრესიული უყურებდა, ან მეორე ადამიანმა რომლებაც სხვადასხვა ნეგატიური რაღაცები დაინახა. აი მაგალითად ეხლა თქვენთვის რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი იყოს. თქვენ დასვამთ უკვე სხვა კითხვებს. თქო როგორ კითხვებს რომ რატოა გაღიზიანებული, რადგან სასწაულებზე არ იქნებით გადართული. რამ გააღიზიანა, რატოა გაბრაზებული და უკვე მიზეზ შედეგობრივ ფაქტორებს იპოვნით საკუთარ თავში. მიხვდით რომ თქვენ აკეთებთ ამას ამ რიტუალში მონაწილეობის შედეგად. ეს იწვევს მათ გაღიზიანებას, რადგან მოსვენებას უკარგავთ მათ. ამიტომ თუ სადმე ან ხილვის სახით, ან ნებისმიერი სახით რაიმე ზებუნებრივს ნახავთ, გათიშეთ ემოცია, გათიშეთ სასწაულების ნახვის ინტერესი და ჩართეთ მშვიდი ცივი გონი და დაფიქრდით რას გეუბნებათ და მარტივად მიიღებთ პასუხს. ეხლა ცოტა გადაღებას გავაკეთებ და ცოტა მომავალშიც გავიხედოთ. როდესაც მომავალში ადამიანები ენერგიულად გაიღვიძებენ და ეს აუცილებლად მოხდება, სოფლიოს ისეთი ენერგეტიკული ცენტრები, როგორც არის საქართველო, ბალკანეთი, ტიბეტი და მსგავსი ადგილები დაფასდება როგორც ბაჯაღლო ოქროს ადგილებად. რადგან ეს იქნება როგორც ადრე იყო ძველად ენერგეტიკული ცენტრი, ისევ დაბრუნდება ეს ენერგეტიკული ცენტრები ჩვენთვის. შესაბამისად, არმაზის ხეობაში და ვანში და მსგავს ენერგეტიკულ ცენტრებში საქართველოში სოფლიოდან ივლიან ადამიანები, როგორც ადრე დადიოდნენ. მაგრამ აქ ეხლა პრობლემა რაში არის? თუ ამ ქურუმმა შეკრიბა საკმარისი რაოდენობის ადამიანები და გახსნა ეს პორტალი, არმაზის ხეობა და მიმდებარე ტერიტორიები გახდება დახურული კარანტინის ზონად, რადგან იქ ვინც მივა, მათ გამოყვებიან გარკვეული არსები წყევლის სახით და იქ უკვე აღარავინ აღარ მივა. გესმით და ჩვენ თუ დავკარგეთ ესეთი ენერგეტიკული ცენტრი, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და დედამიწისთვისაც კატასტროფა. რადგან ის პორტალი თუ გახსნა, აღარავინ აღარ იცის ის პორტალი როგორ უნდა დახურონ. იმიტომ რომ იმ პორტალის გახსნა დახურვა იცოდნენ ადრე, ის ცოდნები ჰქონდათ ადრე. ამ ქურუმმა მხოლოდ გახსნა იცის და თუ დახურვა იცის, ის ვინც იქიდან გადმოვა, პირველ რიგში ვისაც მოიშორებს ეს ქურუმია. რადგან ყველაზე მეტად ეს ქურუმი იცნობს იმ არსს, ქვეცნობიერად თუ რას წარმოადგენს და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას. ადრე იცოდნენ როგორ უნდა განეძევებიათ ნეგატიური სული, ენერგია, ნახევრად გაღმერთებული ადამიანები როგორ გაეძევებიათ სხვა განზომილებაში და ეხლა არავინ არ იცის ეს როგორ უნდა გააკეთოს. კონკრეტულად ის არსი როგორ უნდა გააწევოს. ამიტომ ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზულად საფრთხის მომცველი ჩვენთვის და ჩვენი ეროვნული სულიერი უსაფრთხოებისთვის. ყველა მის უნდა აკეთოს რაც უნდა და მე არ მეხება თუ ვინმე შავი მაგი რაღაც თავისთვის აკეთებს, ან სხვა ვინმე ქურუმი, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანებს და გვეხება ჩვენ, ამ შემთხვევაში უკვე ქურუმის საქმე იქნება ეს თუ შავი მაგის საქმე, მისი პირადი საქმე ეს აღარ არის. არამედ ეს ჩვენს გვეხება და ჩვენც ვალდებული ვართ რეაგირება მოვახდინოთ ამაზე. მე ვფიქრობ თავადაც გააზრებული არ აქვს რას აკეთებს და გარკვეულ ილუზიაში იმყოფება. როგორც წესი, მუქი არსები ყოველთვის უცვლიან ადამიანს იდეას და აკეთებინებენ ერთს და ეუბნებიან რომ აკეთებს ადამიანის სხვას. სრულცნობიერში არიან. პარალელურად ტაძრის რეკონსტრუქცია უნდა გააკეთოს, პარალელურად ქურუმს უწოდებს თავს. აბსოლუტურად შეუსაბამო ერთმანეთთან, ხო? შესაძლოა ამ ქურუმს ეგონოს რომ რაღაც პორტალს ხსნის კარგი რაღაცისთვის და სინამდვილეში ხსნის პორტალს ცუდი რაღაცისთვის. ცუდი რაღაცისთვის იმიტომ კი არ ხსნის რომ მე მინდა, არამედ ფაქტი გვიჩვენებს ამას. ამ რიტუალების შედეგად ადამიანები რა შედეგსაც იღებენ და რასაც ხედავენ, რომ პორტალი რაც იხსნება, ის პორტალი არის ნეგატიური. კი ამბობენ მეორედ მოსვლის დროს უამრავი განზომილებები გაიხსნება, საიდანაც მაჯლაჯუნები გადმოვლენო, მაგრამ ეს უკვე მე მგონი რეალურ სახეს იღებს. ეს ადამიანი ისეთ რაღაცას აკეთებს, მე მგონი მართლა ხდება ეს ამბავი. და ის კი არა რომ პორტალი თავისით გაიხსნება, არამედ სწორედ ესეთი ადამიანების დახმარებით მუქები გახსნიან პორტალს. რადგან იქედან პორტალის გახსნა შეუძლებელია. რადგან აქედან თუ არ მოხდა მოპატიჟება, ისინი იქედან ვერ გააღებენ კარებს. ეს ესეთი წესი აქვს სამყაროებს.
ესე გახსნიან პორტალებს და მე ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფერზე გამკლავება ჩვენ სახლებში, ფიქრებში გაჩნდებიან, პრობლემები შეგვექმნება და მოგვიწევს ამ ყველაფერს ვებრძოლოთ. და ვებრძოლოთ ისე კი არა რომ რაღაც გამოჩნდებიან და შევხედავთ ესე პირდაპირ და მატერიალურად შევეხებით, არამედ ჩვენს ფიქრებში მოგვიწევს ვებრძოლოთ, სიზმრებში ვებრძოლოთ, მატერიალურ სამყაროშიც მოგვიწევს, რადგან რეალურ შედეგებს დაგვიდებენ ნეგატიურს, როგორც მუქები უდებენ ადამიანს და უფრო მეტი ენერგია ექნებათ, რადგან უკვე აქ იქნებიან. მუქები წარმოედგინეთ ამ განზომილებაში არ არიან და ინფორმაციულად აკეთებენ რაღაცებს და თუ ის იქიდან გადმოვიდა ამ მატერიაში, ის უკვე პოლტერგეისტის მსგავს ენერგიის მქონე იქნება და უფრო მეტი. და კიდე რა სიზამს კაცმა არის ის, როგორც მუქის ზეგავლენის ქვეშ ყოფი, რომელიც აწუხებს, დაძინების საშუალებას არ აძლევს ფიქრებში, სიზმრებში, ხმები ესმის და ეს მოსაგონი იქნება არმაზის ხეობის ქურუმმა ის თუ გახსნა ის პორტალი. აი სწორედ ესეთი გაუცნობიერებელი ადამიანების ხარჯზე მოხდება როგორც ჩანს ესეთი პორტალების გახსნა და ესეთი რაღაც ნეგატიური შედეგების დადება, რომელზეც შემდეგ ჩვენ მოგვიწევს სამკლავება. იმიტომ რომ ეხლა შუმანის რეზონანსი იზრდება დედამიწაზე და უკვე საკმაოდ არის გაზრდილი და ეს რეზონანსი უბრალოდ რეზონანსი არ არის, მეგობრებო, ეს რეზონანსი გულისხმობს ჩვენი აღქმის გამძაფრებას ნატიფ ენერგიებთან მიმართებაში და ჩვენ ამ ყველაფერს უფრო ძაფრად და მკვეთრად შევიგრძნობთ ვიდრე სხვა წლების დროს თუნდაც. ამიტომ ეს ყველაფერი შედეგს დაგვიდებს ნეგატიურს, რა თქმა უნდა. ადამიანები თავიდან ვერ მიხვდებიან რა ხდება, რაშია საქმე, რატო ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ შემდეგ უკვე მოხდება როგორი რაღაც. თუ პორტალი გახსნა, სტატისტიკა რასაც აჩვენებს, საერთო სტატისტიკა ამო, იქ იყო ყველა, ვისაც რაღაცები დაემართათ. მაგრამ ეს სტატისტიკაც არ ამოა, იმიტომ რომ ჩვენ პატრონი არავინ არ ყავს სულიერებაში და დამცველი არავინ არ ყავს გარდა ჩვენი თავისა და ისეთი ადამიანების, რომლებიც აი ესეთ რაღაცებს თავდაცვას გვასწავლიან. ჩემი სახით და სხვა ადამიანების სახით იმედია გამოჩნდებიან ესეთი ადამიანები. მაგრამ ერთი რაღაც იცოდეთ, ვაკვირდები და ჩემამდე არავინ არასოდეს არ ლაპარაკობდა თავდაცვაზე, არავინ არასოდეს არ ლაპარაკობდა მუქებზე, არავინ არასოდეს არ ლაპარაკობდა მკითხავებზე, შავმაგებზე და ეხლა დაიწყეს. მაგრამ ისეთმა დაიწყეს, რომლებიც რეგრესულ ჰიპნოზს აკეთებენ, თან იქ არიან, თან აქ არიან. მე მგონი მიხვდნენ, რომ ამას შეიძლება ამოეფარონ. ამიტომ ისინი გაარჩიეთ სუფთა ქოუჩი, რომელიც თავდაცვას გასწავლით და სუფთა ქოუჩი ერთი რაღაც იცოდეთ, არასოდეს არ აკეთებს არანაირ რიტუალს. თუ რომელიმე ქოუჩი რიტუალს აკეთებს, რეგრესული ჰიპნოზი და სხვადასხვა რაღაცები, შეეშვით მას. ის უბრალოდ მემბაძავს იმისთვის, რომ მოგაჩვენოთ თავი დამცველად. თუ ვინმე რაიმე რიტუალს თუ აკეთებს, იმას ველაპარაკე, ამას ველაპარაკე, იმან ეს მითხრა, სულებზე მაქვს საუბარი, ჩათვალეთ, რომ ისინი არ არიან სუფთად, რადგან უფალი და მაღალი იერარქია ადამიანთან ცხოვრებაში, კომუნიკაციაში გადის რამდენჯერმე, რადგან არ შეიძლება ადამიანის შეწუხება, ნებაში შეჭრა არის. ადამიანს მოდის თავში თავისით ფიქრები, თვითონ არის ინფორმაციის მიმღები. ხო და რის თქვა მინდა, თქვენი დამცველი არავინ არ არის რეალურად ამ ეტაპზე, ინფორმაციულად. საპატრიარქო რას აკეთებს? საპატრიარქოს ძინავს და ფულს ითვლის. ეს არის რეალური ფაქტი და დამახინჯდა ბრჭყალებში მოძღვრები. ყველა არიან მოძღვრები უძლიერესი და უღირსეულესი, მაგრამ ესენი ვინც ცენტრში არიან, ჩვენი რელიგიის ცენტრში, ესენი ყველა არიან დამახინჯებული არსები. ესენი მოძღვრებიც არ არიან. ნაწილი შავი მაგები არიან, ნაწილი უბრალოდ გაფუჭებული არსია. არ ვლაპარაკობ გამიზნულად არც საპატრიარქოზე და არც მამაოებზე, რადგან არ მინდა რომ ადამიანებში ნეგატივი რაღაც ისეთ პრობლემა აქვს ჩვენს რელიგიას. ჩვენს რელიგიას არანაირი პრობლემა არ აქვს, ამათ აქვს პრობლემა საპატრიარქოს. როგორად ცხოვრობენ და ამიტომ საპატრიარქო თქვენ არ დაგიცავთ. მათ ძინავთ და ფულებს ითვლიან. ძინავთ არა თავისთვის, არამედ თქვენთვის ძინავთ. თავისთვის ღვიძავთ და ფულებს ითვლიან. ამიტომ ისინი დაივიწყეთ მაგაცზე, არც იფიქროთ, არც ენერგია დახარჯოთ, არც ფიქრი დახარჯოთ მაგაცზე, მაგაც მიხედავს უფალი. უпростоრეთ უფალი კი არ მიხედავს. ვიზეც ლოცულობენ ის წაიყოლებს, როდესაც მეორედ მოსვლა გაივლის. იმიტომ რომ ისინი უფალთან არ არიან. ისინი სხვა რაღაცასთან არიან. ისინიც ქურუმის მსგავსად ილუზიაში არიან. გონიათ რომ რადგან ამდენს ილოცებიან და რადგან ტაძარში არიან და თუ ტაძრის ეზოში დაიკრძალებიან, გარდაცვალების შემდეგ რაღაცას ეწევიან. ვერაფერი ვერ გეშველებათ თქვენ. ეს არის შენი სახე და ამას ვერც ფულით იყიდი, ვერც ლოცვით იყიდი, ვერც შენი მრევლის ლოცვით იყიდი და ვერც ტაძრის ეზოში დაკრძალვით იყიდი. ამიტომ მათ მიხედავს სამყარო ხალხო და მაგაცზე არ იფიქროთ საერთოდ. თქვენი სულის გაჯანსაღებაზე იფიქრეთ და არავის მიმართ ნეგატივი არ ჩაიდეთ. უბრალოდ იცოდეთ ვინ არის და დისტანცირდით. დაუბრუნდეთ თემას. შესაბამისად, თუ არმაზის ხეობის ქურუმა პორტალი გახსნა, ჩვენი ეს უნიკალური ადგილი, რომელიც მომავალში
ჩვენ უნდა გამოგვადგეს, სამყაროს უნდა გამოადგეს და ადამიანებმა უნდა იარონ, იქნა განიკურნოთ, ჩვენც უნდა განიკურნოთ და ასე შემდეგ. ამ ადგილს ჩვენ დაუკარგავთ, იმიტომ რომ იქ ვინც მივა, ენერგეტიკულად დაინფიცირდება და აღარავინ აღარ მივა იქ каранტინი გამოცხადება. ამიტომ ეს არ უნდა მოხდეს და არც მოხდება, იმიტომ რომ ისეთ ენერგეტიკულ ცენტრებს, როგორიც არის არმაზის ხეობა და სხვა დანარჩენი, იცავს მაღალი იერარქია. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, კარგი ერთი რაღაც თუ გადმოვიდა პორტალიდან გავუმკლავდებით, არა მეგობრებო. ის ერთი თუ გადმოვიდა, შემდეგ ის განსხეულდება ადვილად რომელიმე ადამიანში. ეხლა ვიღაცა შეიძლება იბრძოს რა ფანტასტიკებს ყვება ეს ვიჩი. განსხეულდება ის კი არა რომ როგორც ფილმებშია ისე კი არ ჩაუსახდება. უბრალოდ რომელიმე შაუმაქს მიაკითხავს და დაელაპარაკება ფიქრებში და პირდაპირ რიტუალებს მიაწვის და მერე რას ეცდება თქვენი აზრით. თავის მოძმეებს, გაანთავისუფლებს და ამისთვის შესაბამის რიტუალებს მიცემს უკვე მარტივად და სწრაფად სხვა შაუმაგებს. ეს შაუმაგები თქვენ გონიათ მიხვდებიან რამეს? რამათაც ისე მოატყუებენ პორტალის მიღმა იმდენი წლის არიან ისინი რომ ისეთი ცვიერება აქვს და ისეთი გამოცდილება აქვს რომ ჩვენ არც დაგვესიზვრება. ჩვენ თუ 80, 40 თუ 20 წლის გაცნობიერება ვართ და გვიცხოვრია დედამიწაზე, ჩვენ სულის ყველა ინფორმაციასთან ცნობა არ გვაქვს, ამიტომ დაანჭვიანებიც ვერ ვართ. ამიტომ მისი მოტყუება იქნება მარტივი იმით რომ ძალაუფლებას მოგცემ ეტყვის, ამას მოგცემ, გააცურებს, მანკიერებები აქვს შაუმაგებს. ადვილად გააცურებს და თავის მოძმეებსაც უკვე გადმოიყვანს იმ პორტალიდან და მე უკვე არ ვიცი რა იქნება. კი ვიცი რა იქნება, ეგ რომ მოხდეს იქნება კოშმარი და ეხლა აღარ აღწევ ყველაფერს. ეხლა როგორ უნდა იყოს ჯანმრთელ საზოგადოებაში და ჯანმრთელ რელიგიურ სივრცეში. საპატრიარქო რას უნდა აკეთებდეს? საპატრიარქო უნდა იცავდეს ისეთ ენერგეტიკულ ცენტრებს, ისეთ წმინდა ადგილებს, როგორიც არის არმაზის ხეობა და მსგავსი ადგილები. და სპეციალური ორგანიზაცია უნდა იყოს ცალკე შექმნილი და თუ სადმე ვინმე მსგავს ვიდეოს დადებს ან ვინმე რამეს ლაპარაკობს ან ინფორმაცია მოვა, უნდა კონდეს რეაგირება მყისიერი ამაზე და ამათ არანაირი რეაგირება არ აქვს ცხვირწინ უბილწავენ სიწმინდეებს. ცხვირწინ უბილწავენ. მაინც და მაინც ტაძარში უნდა შემოვიდეს, თუ ტაძრის გარეთ არ გაინტერესებს არაფერი. ეს პოლიტიკაა. ტაძრის გარეთ არ აინტერესებთ არაფერი. იმიტომ რომ ტაძრის გარეთ ფული აღარ არის. როგორც კი იღვიძებ, იაზრებ, რა ხდება საერთოდ, ვისი იმედიც უნდა გქონდეს, მან როგორ გიღალატა ამას იაზრებ. მე მინდა გაიაზროთ რეალობა, რომ თქვენ უნდა იყოთ თქვენი თავის იმედად და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის იმედად. ეს არის რეალობა, იმიტომ რომ რეალობა ის არის, რომ საქართველოში უამრავი ადამიანი იტანჯება შეპყრობილობით, უამრავი ადამიანი იტანჯება შავი მაგების რიტუალების შედეგად აზიანებ. უამრავი მეგობრებო, ეს თქვენ არ გაქვთ გადაკვეთა, მაგრამ ჩემთან იმდენი ინფორმაცია მოდის, მე ჯერ არ დამიდია და წინ იმხელა ზღვა ინფორმაცია გელოდებათ, წარბები გადაგივათ კეფაზე უკან. როდესაც დავდებ, უბრალოდ ნენელავდებ რაღაცებს. გესმით, საქართველოში არის პანდემია ამ ყველაფრის. შეპყრობილობა, ენერგიების წართვევა, ისეთი ადგილების წაბილწვა და არავინ არ მოალავს. და პირდაპირ გაპიარება მიდის შავი რიტუალების ლაივში და ამაზე არავის არანაირი რეაგირება არ აქვს. ვინც უნდა გვიცავდეს. ხვდებით? ეს არის ჩვენი რეალობა. ვიცავდეს კი არა, შავი მაგების 100% ტაძრებში მუშაობს. თქვენ რომ მიდიხართ ტაძარში და ფიქრობთ რომ დაცული ხართ, ისინი ტაძრებში მუშაობენ თქვენზე, რადგან თქვენ ტაძარში რომ მიდიხართ, გახსნილი ხართ პირდაპირ. არანაირი თავდაცვა არ გაქვთ ჩართული, რადგან ტაძარში მიხვედით. მაგრამ ტაძარში კი მიხვედით, მეგობრებო, მაგრამ ამას ცოტა ეზოთერიული და ენერგეტიკული ამბავია, მეგობრებო. ის მამაო რო უშვებს იმ შაუმაქს და რო არ აკონტროლებს, თავდაცვა არ აქვს დაყენებული ტაძარში და რასაც უნდა ის შავი მაგი იმას აკეთებს. მე თუ ხვდები ვინ არის, თვითონ რატო ვერ ხვდებიან? დავიჯერო ვერ ხვდებიან, ყველაფერს ხვდებიან, უბრალოდ ფულებს ითვლიან. მე არ ვეხები წმინდა სუფთა მამაოებს. არიან ესეთები და ჩემი პატივისცემა მათ და არც სჭირდებათ მათ ჩემი პატივისცემა, უფლიდან ისედაც პატივისცემული და სიყვარულით არიან. ჩემი მიზანი არ არის ვინმეს მიმართ გამოვიწვიო აგრესია. ჩემი მიზანი არის ზოგადი ინფორმაცია მივაწოდო ადამიანს, რომ არ შევიდეს შეცდომაში და არ დაზიანდეს. რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ესეთ წაღვებებზე მომავალი თაობა აუცილებლად რეაგირებას მოახდენს. ეს ეხლა დადის ტაძარში ძველი თაობა, თორე ახალი თაობა ტაძრებში აღარ ივლის. ახალი თაობა ირწმუნებს უფალს გულში. ყველა ირწმუნებს გულში. სხვა გზა არ ექნება ადამიანებს. მეტი რწმენა იქნება, უბრალოდ ტაძრებში აღარ იქნება ეს რწმენა. ეს რწმენა იქნება ადამიანის გულში, ადამიანის ქმედებებში. ამიტომ საპატრიარქოს გასაგონად ვიტყვი, სანამ დრო გააქვთ და სანამ ახალი თაობა მოდის, სანამ დრო გააქვთ, რაღაცა ორგანიზაცია გახსენით იმისთვის, რომ დაიცვათ საზოგადოება შავი მაგებისგან, რიტუალებისგან, შექმნით სასწავლებლები და აღზარდეთ მოსწავლეები, როგორ განკურნოთ მუქებისგან, დემონებისგან. ცოტა ფული გამოწიეთ გვერდით და გახსენით ეს ორგანიზაციები. თუ ამას ვერ აკეთებთ, ვიღაც გიბრძანებთ, რომ ეს ორგანიზაცია არ გააკეთოთ? თუ თავშიც არ
არ მოგცნიათ ეგ აზრი. მე ვერ ვიგებ რა გჭირთ თქვენ. მე ვერ ვიგებ რა ხდება თქვენს თავში. რა გჭირთ? ვერ ხვდებით რომ საჭიროა როგორც საავადმყოფო ისეა სულიერებისთვის საჭირო სპეციალური კვლევითი დამცველობითი ორგანიზაცია მუქების მიმართ. ნუ თუ ეს ნათელი არ არის. ფულის თვალზე ხართ გადასული. ბიზნესმენებიც აღარ ხართ. რაღაცა ხართ, რაღაც გაუგებარი გახდით, რაღაცა. ვერავინ ვერ გაიგო რა გახდით. ამიტომ გადმოხდით უკან და გახდით ის, ვინც უნდა იყოთ. თორემ მომავალი თაობა არ გაპატიებ თქვენ ამ რაღაცას. ესეთ სიბრმავეს არ გაპატიებ. აი ესეთ ქურუმებს თუ გახსნა პორტალი ხალხი დაზიანდა თქვენ სად იყავით. მომავალი თაობა თქვენ მოგთხოვთ პასუხს. ამიტომ ცოტა რეაგირება მოახდინეთ, თუმცა რეაგირება მოახდინეთ ძალადობით კი არა და ტაბურეტკებით კი არა. რეაგირება მოახდინეთ კანონმდებლობის დონეზე შეიტანეთ, რომ რაღაცა გააკეთეთ. არმაზის ქურუმის გასაგონად ვიტყვი, შავი მაგების გასაგონად ვიტყვი, საქართველოს სულიერი ენერგეტიკულ ცენტრებს შეეშვით. ეს თქვენ არ გეკუთვნით, ეს ჩვენ გეკუთვნის ყველას, ჩვენ შვილებს ეკუთვნის, თქვენს შვილებს ეკუთვნის მომავალს, რომელსაც უზიანებთ მომავალს და ცოტა წინ გაიხედეთ. აწყოში კი ნუ იყურებით ეგოიზმით, არამედ რა გექნება შენ შვილს, რა ეკნება შენ შთამომავლობას, რა ეკნება, მაგაზე იფიქრე ცოტა და რაღაც გააზრებამდე მიხვალ. მოდი რჩევის ფორმით გეტყვით. საქართველოს ენერგეტიკულ წმინდა ადგილებს ცენტრებს შეეშვით, რადგან მაღალი იერარქიას ამ ადგილებთან მიმართებაში აქვს დიდი გეგმა. და როდესაც თქვენ ამ გეგმასთან იკვეთებით, სამყარო მაღალი იერარქია რეაგირებას ახდენს და მოახდენს ამაზე კვეთრად, რადგან თქვენ ხართ ერთი და ადამიანების რაოდენობა თუ გადასარჩენია ბევრი, აქ უკვე სამყაროს მექანიზმი გააკეთებს რეაგირებას, რომელსაც თქვენ კი არა ვერავინ ვერ გაუმკლავდება და გაგიყვანენ. როგორც მთვრალი აურევს და რაღაც სისულელეებს აკეთებს და გაიყვანენ ხოლმე სუფრიდან, ისე გაგიყვანენ. ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავით რა ძალასთან გადადიხართ გადაკვეთაში. აი სამყარო როგორ უყურებს ამას. წარმოიდგინეთ, ყავთ 100 შვილი და ერთ-ერთი შვილი ცდილობს გაანადგუროს 99. თქვენ როგორ დაუპროექტებთ თქვენი შვილების გარემოს სივრცეს, რომ მაგალითად ერთ-ერთი თუ გადაწყვეტს ყველას დაღუპვას, იმერც როგორ უნდა მოექცე. რა თქმა უნდა, ყველაფერი მარტივია. სამყარო ირჩევს ადამიანებს და არა ერთ კონკრეტულს, რომელსაც უნდა გაანადგუროს 99 და მერე თვითონაც გაინადგუროს თავი. კამიკაძე სამყაროს გაყავს. ამიტომ კარგად დაფიქრდით რა ენერგეტიკულ ცენტრებთან აკეთებთ გადაკვეთას და ნუ გონიათ, რომ არავინ არაფერს არ უყურებს და არავინ არაფერს არ გაკვირდებათ. არმაზის ხეობა და სხვა მსგავსი სუფთა ენერგეტიკული ადგილები არის მაღალი იერარქიის სტრატეგიული ადგილები, რომელიც ბოლო ჟამის დროს უნდა გამოადგეს ადამიანებს მომავალში. და როგორ ფიქრობთ ახლა თქვენ იქ რომ მიდიხართ და ცდილობთ იმ ადგილის განადგურებას, ხო, მაგ რიტუალით. იმიტომ რომ იქ განადგურების ტოლფასია, იქ თუ ადამიანი ვეღარ მივიდა და განიკურნა. რა სიზავს თქვენ როგორ ფიქრობთ? შავმაგებს ვეუბნები, ქურუმს ვეუბნები. შე როგორ ფიქრობ? რა სიზავს სამყარო? თავდაცვითი მექანიზმი რა სიზავს სამყაროს? ეს თავდაცვითი მექანიზმი კი არ აკეთებს ამ გაყვანას, არამედ უბრალოდ თავდაცვას უხსნის, დაცვას უხსნის. და ამასაც კი არ აკეთებს სამყარო. თვითონ იხსნის ადამიანი დაცვას. საკუთარი ქმედებითი. ცოტა ღრმა თემაა და ვერ ვისაუბრებ ახლა ყველა განშტოებაზე, ამიტომ ამას არც უფალი აკეთებს, არც სამყარო აკეთებს, თან სამყარო აკეთებს და ცოტა ღრმა თემაა. ხო და ძალიან ყურადღებით იყავით, სანამ ეს ადგილების წაბილწვას დაიწყებთ და რაღაც თამაშებს დაიწყებთ. იმიტომ რომ ყველაფერს ყავს თავისი მცველი და გეგმებია ამ ყველაფერზე დალაგები. ეხლა ალბათ შეიძლება გაიფიქროს არმაზის ხეობის ქურუმმა და შავამაგებმა, რომ ეს რას ლაპარაკობს, რომ იქ აფიქრებინებს ამას, რომ სერიოზულად ვერ მიიღოს ჩემი საუბარი, იმიტომ რომ ჩემი საუბარი სერიოზულად რომ მიიღოს, მის უკან რაც დგას, მისი გაძევება მოუწევს. საქმე რაში არის? თქვენ არავინ არ გაპატიებთ წმინდა ადგილებზე მოსაქმებას თქვენი რიტუალებით. რადგან ტაძარში არ ხართ და კედლები არ არის ირგვლივ, გონიათ რომ არის საქმებთ წმინდა ადგილზე. წმინდა ადგილი, შენობა და კედლები კი არ არის. ადგილია, ადგილი. ტაძრის ძალა არის ის ადგილი. გაარკვიეთ ტაძრები რა ადგილებზეა აშენებული და რატო და რისთვის. და მიხვდებით რომ ყველა ტაძარი, რომელიც ადრე, მაგრამ ეხა უკვე ტაძრებს აშენებენ ვოლმარტივით აშენებენ ბიზნესად, მაგრამ ადრე ყველა ძველი ტაძრები აშენებულია ენერგეტიკულ ცენტრებთან და შესაბამისი ცოდნით. ამიტომ ადგილია ტაძარი და არა ტაძარი. და თქვენ რომ მიდიხართ და იმ ადგილს გილწავთ თქვენი ინძური რიტუალი და ადამიანებსაც აღებინებთ ამაში მონაწილეობას და აზიანებთ, ამას თქვენ არავინ არ გაპატიებთ. ამიტომ კარგად დაფიქრდით რას აკეთებთ. ხო, ეხლა კიდე ალბათ ჩემს ამ თემებს პირადულად მიიღებს შავი მაგები ან თუნდაც არმაზის ხეობის ქურუმი პირადულად იღებს და ფიქრობს რომ რაღაც პირადული გამოჩნდა. საერთოდ არ გამოჩნია არანაირი პირადული და საერთოდ ამ თემაზე საუბარი ჩემთვის არ არის საინტერესო. უბრალოდ მიწევს ამას საუბარი. ერთადერთი რაც
შემიძლია ურჩიო ეს ადამიანებს არის რომ გაასწოროს კომპასი და წინ გაიხედოს ისტორიაში როგორ რჩევა მისი შვილიშვილები როგორ შეახსენებენ ვინ იყო ბაბუაშენი რა დააშავა ბაბუაშენმა რა დააშავა მამაშენმა რა სეტყვიან შენ შვილიშვილს თუ გონია ესე რადგან დღეს გიცინიან და საპატრიარქო ფულებს ითვლის ძინაოს და არავინ არ გეუბნება ესე იქნება სულ გონია შავი მაგების გასაგონადაც ვიტყვი და აი ყველა მსგავსი ვინც ესეთ ენერგეტიკულ დანაშაულებს ჩადიხართ თქვენ გონიათ ეს მომავალში არ დაფიქსირდება თქვენ ყველანი ისტორიაში შეხვალთ სამარცხვინოდ გესმით იმიტომ რომ ის ხალხი ვინც დააზარალეთ მათ ეს ახსოვთ და ისტორიების სახით ის ხალხი მოყვება ყველაფერს გესმით ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავით მომავალი მალე არის მაგის დამდგარი და ძალიან ყურადღებით იყავით ჩალით არ არის ეს ქვეყანა დახურული და ყველაფერი გამომჟღავნდება და უკვე მჟღავნდება და ძალიან ფრთხილად იყავით რიტუალებში და სხვა ადამიანების დაზიანებაში ამან მაინც ცოტა დაგაფიქროთ თქვენ ადამიანების თანაგრძნობა ნამდვილად არ გაქვთ ვიცი იმიტომ რომ ისეთ სცენა შევესწარი შაუმაკთან მიმართებაში რომ შოკირებული ვიყავი ყველაფერს ველოდებოდი მაგრამ ესეთ რაღაცას არ ველოდებოდი მოდი ცოტა გადავხვევას გავაკეთებ ესე იგი ერთი გვერდი არის და ერთი პატარა შავი მაგი არის ვიცი შორიდან ვინ არის და ესე ნადირობს ადამიანებს ეუბნება რომ პირადში შეყავს საუბარში და მე ჩაკრებს წაკიკითხავ ეუბნება რაღაცებს და აზიანებს ხალხს და ერთმა ბიჭმა დაწერა ძალიან ძიმე მდგომარეობაში იყო აი როგორ ძიმე მდგომარეობაში იყო იცით ბოლო პროცესი აკდა რომ თვითკვლელობამდე და აი ესეთი რაღაცას წერს ადამიანი და ეს არ გამოჩნდა და ეუბნება მომწერეო პირადშიო დაგეხმარებიო მიხვდით როგორი ადამიანისკენ გაიწია დაჭრილისკენ გაიწია დაჭრილისკენ ამიტომ მე კარგად მესმის თქვენ რაც გჭირთ და არც პირადულად არ განვიხილავ თქვენ მდგომარეობას მაგრამ ეს რო არ შეგაწუხებთ მესმის ჩვეულებრივი მოვლენაა თქვენთვის ეს მაგრამ თქვენმა ტყავმა მაინც შეგაწუხოთ და წინ მაინც გაიხედეთ და თქვენი შვილიშვილებზე იფიქრეთ თქვენ შვილებზე იფიქრეთ და რა სიტყვიან თქვენზე და თქვენ რა გელოდებათ იმაზე იფიქრეთ მაინც იმიტომ რომ თქვენმა ნაწილმა ვიცი რომ საერთოდ შთამომავლობაც გაყიდეთ ხო შთამომავლობა გაყიდეთ შვილებს მაგითო არ აჩენთ არ შეიძლება თქვენთვის შვილის გაჩენა მაგრამ თქვენს ტყავზე მაინც იფიქრეთ იმიტომ რომ მალე თქვენი ქმედებები ყველაფერი გამოჟღავდება და დიდი ალბათობით პასუხიც მოგეთხოვებათ კანონის ფარგლებში ამიტომ სანამ ამ ყველაფერს ღრმად შეტოფავთ ცოტა დატორმოზდით და ცოტა ადამიანურ ფორმაში ჩადეკით მოდი კიდე ცოტა გადახვევას გავაკეთებ თქვენ ერთი რაღაც უნდა იცოდეთ ადამიანი რომლებსაც თქვენ აზიანებთ ამ ადამიანებზე უფალს აქვს ძალიან დიდი გეგმა ზოგი ადამიანი თქვენთვის არის გლეხი ენერგიული ცოდნის თვალსაზრისით და საერთოდ არანაირი ამ ნაწილში არ იმყოფება ის ადამიანი მაგრამ იმ ადამიანზე იმხელა გეგმა აქვს მაღალ იერარქიას როდესაც თქვენ მას აზიანებთ იმ ადამიანს თქვენი რიტუალით ან სხვა რამე თქვენ იკვეთებით მაღალი იერარქიის მიზან გეგმებთან რომელზეც შესაბამისად რეაგირებს შემდეგ მაღალი იერარქია ამიტომ თქვენ შეიძლება ვიღაცისკენ გაიწიოთ შესაჭმელად რომელიმე ადამიანისკენ ენერგიის წასართმევად ან მსგავსი რამის მიმართ და თქვენ შეიძლება თავი ამოყოთ ძალიან დიდ შარში ესეც კი არ გესმით ამიტომ შეეშვით ადამიანებს რაღაცა სხვა ფორმა რაღაც მოძებნეთ რაღაც ფორმა მოძებნეთ არ ვიცი ენერგიის წყაროს რაღაც ფორმა მოძებნეთ ნუ გონიათ რომ სამყაროს მოატყუებთ და სადღაც ხრიკებით გაძურებით თქვენ ვერ მოატყუებთ ვერავის იმიტომ რომ სამყაროსთვის ცნობილია არა მარტო თქვენი ქმედებები არამედ თქვენი გულის ცემის ტემპიც კი ცნობილია სამყაროსთვის თქვენ თითეულ უჯრედშია სამყარო და ყველგან არის უფალი ყველგან არის სამყარო ყველგან არის და თქვენ ვერავის ვერაფერს ვერ გამოაპარებთ თქვენი ხრიკებით აი ხშირად მესმის რომ იცი რა მე ამას ესე გავაკეთებ იმას ესე გავაკეთებ და ვერ მიპოვის ვერც კარმა და ვერც რანაირად ვერ გიპოვის შენშია კარმა შენშია სამყარო შენს თითოეულ უჯრედშია ყველგან არის ცნობიერი ვერავის ვერაფერს ვერ გამოაპარე ეს შენ გონია რომ ვიღაცას რაღაცას აპარებ იმიტომ რომ ჯერ ვერ ხედავ შედეგს აი მე რო შედეგი გედება ბოლოს ხვდები ბოლოს უკვე გვიანი ამიტომ სანამ გვიანი არ არის გონს მოიგეთ ესეც ბუნებრივია შავმაგებს და გავს ქურუმებს რატო გონიათ რომ ვერ უყურებს სამყარო იმიტომ რომ მათ კავშირი არ აქვს სამყაროსთან და უფალთან მაგრამ ვისაც უფალთან და სამყაროსთან კავშირი აქვს ის 100% იაზრებს რომ უფალი ხედავს და სამყარო ხედავს მის თითოეულ გაზმანებას რადგან ის სამყაროსთან არის კავშირში და მან ეს იცის მაგრამ შავი მაგები სამყაროსთან კავშირში არ არიან ისინი ჩაწყვეტილი არიან სამყაროსთან და განცდა აქვთ იმის რომ და ასევე ილუზია იმის რომ სამყარო მათ არ უყურებს და იმის ილუზია რომ რაღაც მოკლექსებს იპოვნია ვერ იპოვით მოკლექსებს ეხლა შეეხება ჩემი მსმენელის რეაქციას რას გვია ეს ქურუმი რატო იქცევა ესე ან ნებისმიერ სხვა ვიდეოსაც რასაც დავდებ ან ნაშრომს რასაც დავდებ ან რატო იქცევა ესე ნებისმიერი აგრესია ნებისმიერი განსჯა
ნებისმიერი სხვა მსგავსი არის მუქის და თქვენ ეს არ უნდა გააკეთოთ და ჩემთანაც თუ გამოხატავთ მე ამას დაგიბლოკავთ გესმით იმიტომ რომ ეს არ არის სუფთა თქვენ ჩემი საუბრებიდან უნდა მიიღოთ სუფთა წმინდა შემეცნება თავდაცვისთვის მორჩა თქვენ კი არ უნდა განსაჯოთ ან აგრესია კი არ უნდა წარმოშოთ თქვენ თავში თქვენ ეს ყველაფერი უნდა მიიღოთ მშვიდით და შემეცნების სახით თავდაცვაში გამოიყენოთ და თავდაცვა გულისხმობს იმას რომ მსგავს სიტუაციას რომ წააწყდებით უნდა გაემიჯნოთ არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა და თუ სადმე დაინახოთ შეგიძლიათ ადამიანებს უთხრათ რომ ეს არის საშიში და თუ ახლობელს დაჭირდება დაეხმაროთ ინფორმაციულად ამისთვის არის ჩემი საუბრები და არა ის რომ ვიღაცის მიმართ აგრესია გამოიწვიოთ ჩემი მიზანი ეს არ არის ჩემი მიზანი არის თქვენ თავები დაიცვათ შვიდით და შემეცნებით ამიტომ თუ ვინმე ეცდება გამოხატოს აგრესია ან შავი მაგების მიმართ ან კონკრეტული ამ ქურუმის მიმართ ან იმ შავი პერსონაჟის მიმართ ვისაც განვიხილავ ჩემთან ეს არ გამოგივათ და არ გააკეთოთ ჩემი მიზანი ეს არ არის ჩემი მიზანი არის შემეცნებით მოგცეთ თავდაცვა რის შემდეგაც თქვენ თავი უნდა აარიდოთ ესეთ ადამიანებს და ესეთ რიტუალებს ეხლა ცოტაოდენი თქვენი პასუხისმგებლობა განვიხილოთ უბრალო ადამიანების გასაგონად ვიტყვი რომლებიც აი ესეთ რიტუალებში ყოფენ თავს ქრისტიანი რო ხარ და ქრისტიანიც რომ არის რო ამბობ რომ უფლის წამსო რომ მოდის ადამიანი და გეუბნება ქურუმი ვარ და მის რიტუალში იღებ მონაწილეობას ხოლმე ჩამოყალიბდე ქრისტიანი ხარ უფლის წამს თუ რისი წამს საერთოდ ეხლა უკვე ახალი რაღაცები შემოვიდა შამანური რიტუალები არის გადაკეთებული თანამედროვე მეთოდში ან ასკეზა ამ რიტუალებს რო აკეთებთ ბოლო რომელი ხართ ხო უნდა დასვა კითხო რას აკეთებ ქრისტიანი თუ ხარ და ილოცები უფალწე რაღაც იღებ მონაწილეობას ამ რიტუალებში და რატო აკეთებ ამას ხო მე ვიცი რატომაც აკეთებთ იმიტომ რომ საკმარისი ინფორმაცია არ გაქვს და გაცნობიერება და ისე არის შეფუთული ეს ყველაფერი რომ ადვილად ტყუბდებით მაგრამ ამას იმიტომ კი არ გეუბნებით რატო აკეთებთ ან განსჯის კუთხით მე მინდა რომ თქვენ სწორი კითხვები დასვათ საკუთარ თავში ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ რომ შენ თუ უფალზე ილოცები კარგად დაბიქდი რა რიტუალებში იღებ მონაწილეობას და რას აკეთებ საერთოდ ამ ნაწილში მოდი ცოტა იუმორით ვიტყვი ქრისტიანი რო ხარ და უფლის გწამს რამ გადაგრია რა ქურუმის რიტუალში იღებ მონაწილეობას ამიტომ ეს გაიაზრე და ცნობიერი შეიტანე შენს მოქმედებაში არც ის განსაჯო ვინც გავს რიტუალებში იღებს მონაწილეობას გაუცნობიერებლად და არც ის განსაჯო ვინც ამ რიტუალს აკეთებს უბრალოდ შვიდში იყავი და შემეცნებით ცნობიერი შეიტანე შენს თავში სხვა შემთხვევაში შენ წააგებ და შენში არანაირი ცნობიერი არ შემოვა შენ თუ განში უიმე რა სულელია როგორ მიიღო მონაწილეობა უიმე ეს რა ცუდია ეს მიხვდით ეს ყველაფერი არ არის შემეცნება ეს არის აგრესიის სია რომელიც იწვევს თქვენი გონების ჩაკეტვას თქვენი ენერგიის ჩაკეტვას და მუქის წისქვილზე წყლის დასხმას და ენერგიების მასზე მიცემას და უკაცრავად მე ამას არ ვასწავლი და ეს არ უნდა ქნა შენ ესე ვერ მიიღებ შემეცნებას შენ უნდა იყო მშვიდში ბალანსში და შემეცნებით ცნობიერში აქედან გამომდინარე სხვანაირად შენ შემეცნებით ცნობიერში ვერ იქნები ვერ შეხვალ ამიტომ ყველას გისურვებთ მშვიდში ყოფნას ყველას გისურვებთ ცნობიერში ყოფნას უფალი ფარავდეს საქართველოს და ჩვენ ერთმანეთზე შვიდით სიყვარულით და შემეცნებით გაზიარებით შევძლებთ გამარჯვებას და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რადგან გამარჯვება მომავალში დევს საქმე ის არის ვინ შეძლებს გამარჯვების მხარეს დგომას ვინ შეძლებს შუქის მხარეს დგომას ამიტომ ყველას გისურვებთ იმ შუქის მხარეს დგომას რომელიც უკვე შემოვიდა დედამიწაზე შუქით გამარჯვებას გისურვებთ ყველას